შეიძლება გაეცნოს ვიღაცას რაში აინტერესებს მილიონერს შენი რაღაცა ქოხი, ხო? მაგრამ ის ქოხი უფრო ტკბილი და გემრიელია ვიდრე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ჩემთვის. ბატონო, ვიცით. მდიდარი ინვესტორი ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩემი მაპაპისეული ადგილია და ვერ დავთვალ ამ ადგილს. უბრალოდ ვერ გავიმეტებ ამ ადგილს, რომ გავყიდო. აი შემოღობეთ და ბაბუა ჩემის იყო და ორი კაცი udასტურებს, რომ ბაბუა ჩემის იყო, კი, ლობიოს ერთად ჭამთ რაღაცები და ხო ვიცით როგორც ხდება და რაც ხდება, ხო? მისი მხარე უჭირავს ივანიშვილის ხელისუფლებას, როცა მკვიდრი მოსახლეობისა და მილიონერის ინტერესები იკვეთება. ოხოძე გადაყოლილია რაიონზე, ზედ თუ დაინახავენ და თუ მიხვდებიან. რა ხერხს იყენებს სისტემა უბრალო ადამიანების ჩაგვისთვის? რა ის ხადაღამადებს მეუთხარი და 6-დან 9-ზე ლიძადი თაღლითობის მუხლი და სისხლის სამართალი. უნდა დათხმო და რა ბრალდებას უყენებს მილიონერი ადამიანებს, რომლებიც 100 წელზე მეტია დღეს იცავენ? აი იცით ვის არ უნდა ასა მაგმეურნეობისთან სარეგულაციო ფონდის გადაჭრა? არჩვია, გატყაული არჩვია. რა? ხა. შინაურთ ხა. და როგორ ექცევა თავად მილიონერის ხვის საკუთრებას, ჩვენ საკუთრებას, სახელმწიფო ქონებას? ეს კამერა უნდა გათიშოთ აქ. რატომ უნდა გავთიშო? იმიტომ რომ კერძო საკუთრებას იღებ. ახლა კერძო საკუთრებაში ვდგავა? ხო იდით წება. სად ვიდე? აი რა ქვიათ? საირმის ფეოდალის ახალი გრანდიოზული იდეები რამდენიმე მუნიციპალიტეტის ტრადიციულ საძოვრებზეც გავრცელდა. მაგას წოუღია თერი გურიერთებით. აბა მთაში თუ არ გამაჩერენ, ბარში არ გამაჩერენ, სადაც უყან ესაქონელი. ინვესტორის ნება კანონია. სად არის კანონი გარემოს დაცვის შესახებ? იქ კურორტის განვითარება პრაქტიკულად შეუძლებელია. სამთო სათხილამურო კურორტი ანადგურებს ალპურ ზონებს. სისტემა საირმის მკვიდრების წინააღმდეგ. სახელმწიფომ ჩაგრავს პირველ რიგში. ვაგებს ყადაღა, წინსვლის საშუალებას არ გვაძლევენ და საირმის მკვიდრების ბრძოლა სამართლისთვის. არ არსებობს აქედან ჩვენი წასვლა და აქედან ჩვენი ამოძირკვა. დღეს არ ჭირდება ბატონი. როგორ ეწირება მოქალაქეების საარსებო გარემო ივანიშვილის ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი მილიონერის მადას და როგორ ეწირებიან უსამართლო ბრძოლას თავად ადამიანები. ნახეთ მთის ამბების საგამოძიებო ფილმში ფეოდალების ქვეყანა.